იყოს ელექტრო და თუნდა ნებისმიერი სხვა საწვავის ავტომობილებით. დიდი მადლობა. მადლობა, ნამდვილად ძლიერი გუნდი ყავს და მადლობა მათ. Როგორ ფიქრობთ, რადგან ელექტრომობილების გაყიდვა ბაზარზე საგრძნობლად გაიზარდა, საწვავის დისტრიბუტორები ცოტა ხომ არ განაწყენდნენ? უყურე როგორ არის? უნდა შეეგუონ, იმიტომ რომ რაც არ უნდა მოხდეს დედამიწის ზურგზე, აი ეს იმდენად მძლავრად წამოვიდა ელექტრომობილები და ხალხმა გაუგო გემო, რომ ეს არ შენელდება პირიქით. უფრო გაფართოვდება და ახლა როგორ არის იცით? საწვავზე მომუშავე ავტომობილების მეპატრონეები კი არა, თვითონ იმის საწვავის მეპატრონეები, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო იქნებიან, მაგრამ თავარია, კიდევ ვამბობ, ჯანსაღი კონკურენცია და საქართველოში იყოს ავტომობილები ელექტრო, იმიტომ რომ იმდენად ცუდია გამონაბოლქვი ჰაერის მიმართულებით, რომ ეს აუცილებელია და ამას კიდევ მეტი სახელმწიფოდან უნდა ხელი შეწყობა. მე რო ვიყო მაგალითად ხო სახელმწიფო 100-ჯერ უფრო მეტს შეუწყობდი ხელს, ვინც ელექტრომობილების ბიზნესს განავითარებს. ეს შვედეთში და მთელ ევროპაში და მთელ მსოფლიოში ესეა, რომ ყოველ დღე იზრდება ავტომობილების გაყიდვები და ხარისხიც. რაც იყო გუშინ, ის დღეს არ არის. მადლობთ. მადლობა. და ბოლოს, რას ეტყოდით თქვენს ერთგულ მაყურებლებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან უყვარხართ და ამას გრძნობთ ყოველთვის, როცა გადიხართ თუნდაც გარეთ ან სადმე. მე პირველ რიგში, აი, კაცურა, მე იცი შენც და მთელმა საქართველომ, რომ არასდროს არავისი პათხალივი არ ყოფილა და არც ვიქნები. მე რომ პათხალივი ყოფილიყავი 700-ჯერ შემომთავაზეს დეპუტატობა, მაგრამ ის კაცი არ ვარ, ესეთი კაცი არ ვარ. მე ვარ კაცი, რომელიც რასაც შეგვირდები ყველაფერს გავაკეთებ. თუ შენ გიყვარს ხალხი, ხალხი შეგიყვარებს შენ. ყველა დიდი და პატარა უნდა ფიქრობდეთ ხალხზე, მოსახლეობაზე და ზოგიერთი იტყვის ისა მაგინეებს არ უყვარვარ, არასდროს მოსახლეობა მასა არ შეგიყვარებს თუ შენ არ გიყვარს ის. ნამდვილად. აქედან გამომდინარე ეს ისტორიულადაც ესე იყო. თავარი თანამდებობა არ არის. ეს კამი თავარი არ არის. ეს კამი ხო ხედავ როგორ იცვლება. ძალიან ჩქარად იცვლება ეს კამები და მე ხო ხედავ სად არიან, როგორ არიან და რა დღეს